ეხლა, ყოველდღიურად ექიმებს შეუძლიათ გაზომონ თქვენი გული, ფილტვები, თუნდაც სისხლის ქიმია. მაგრამ, როდესაც საქმე ტვინს ეხება, ბევრი მდგომარეობა, როგორიცაა დეპრესია, PTSD ან ალცჰაიმერი, ჯერ კიდევ ძირითადად დაკვირვებით და კითხვარებით დიაგნოსტირდება. ისრაელის სტარტაპი ამბობს, რომ 6 წლიანი ფარული მუშაობის შემდეგ ამას ცვლის. ჰემისფერიკმა წარადგინა ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომელიც ამტკიცებს, რომ შეუძლია ტვინის აქტივობის გაშიფრა მარტივი 15 წუთიანი არაინვაზიური სკანირებით. დამატებითი ინფორმაციისთვის, ახლა ჩემთან ერთად არიან თანადამფუძნებლები, აღმასრულებელი დირექტორი ჰაგაი ლალაზარი და ტექნიკური დირექტორი გიდი ლიტვინი. დიდი მადლობა ორივეს, რომ დღეს ჩემთან ერთად ხართ. ჰაგაი, მოდი შენით დავიწყოთ, ყოველთვის პრეზენტაციით ვიწყებთ. შეგიძლია ვითხრა, რაზეა სტარტაპი. მადლობლენ. Hemispheric-ი არის ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი. ბოლო 6 წელი დავხარჯეთ განვითარებაზე, როგორც თქვენ ახსენეთ, გარღვევით მოდელზე. ეს არის მოწინავე ფუნდამენტური მოდელი, სახელად დეკარტი, რომელიც არაინვაზიური ტვინის აქტივობის გაშიფრას გასასემსახურება. პრობლემა ის არის, რომ ტვინი არის ბოლო ორგანოს ფილში, რომლის შესაფასებლადაც თქვენ ჯერ კიდევ მხოლოდ სუბიექტურ შეფასებებს ვიყენებთ. და თქვენ არ გვაქვს ობიექტური, რაოდენობრივად გაზომვადი მაჩვენებლები, რომ შევაფასოთ მისი ფუნქცია და ჯანმრთელობა. და იცით, თუ დაფიქსდებით ხელოვნური ინტელექტის მიღწევებზე დღემდე, ისეთებზე როგორიცაა LLM-ები, ისინი თარგმნიან ადამიანის ენის ტექსტს. ტვინი ელექტრულ ენაზე საუბრობს. და თქვენი დეკარტეს მოდელი ტვინის ელექტრულ ენას თარგმნის პრაქტიკულ გააზრებად. ისეთ ცოდნად, რომელსაც ექიმები და პაციენტები გამოიყენებენ, ჩვენ ვიყენებთ მას, რომ გავიგოთ ჩვენი ტვინის ფუნქცია და ჯანმრთელობა და მივიღოთ გადაწყვეტილებები. აბა ზუსტად რას ზომავთ? ჩვენ ვიყენებთ EEG-ს. ეს არის სენსორი, რომელსაც ვიყენებთ. ეს არაინვაზიური სენსორია, საკმაოდ განვითარებულია და ის უბრალოდ ზომავს ელექტრულ სიგნალებს ტვინიდან ფავის სკანიდან. და ეს არ არის ჩვენი კომპანიის ინოვაცია. ჩვენ არ ვართ ტექნიკის კომპანია. ეს ნედლის სიგნალი შეყვანილია ჩვენს მოდელში და ჩვენი მოდელი, რომელიც გაწვრთნილია უზარმაზარი მოცულობის მონაცემებზე, ეხლა უკვე ესმის ტვინის ფუნქციონირება და შეიძლება გამოყენებულ იქნეს პროდუქტების ხაზის შესაქმნელად. იმისთვის, რომ გქონდეს რაოდენობრივი ინფორმაცია გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორც თქვენ ახსენეთ, ისეთი დაავადებების შესახებ, როგორიცაა PTSD, დეპრესია, შფოთვა, შიზოფრენია. ესენი ფსიქიატრიული მდგომარეობებია, ისევე როგორც ნევროლოგიური მდგომარეობები, როგორიცაა პარკინსონის და ალცჰაიმერის დაავადებები. და გიდი, რა უპირატესობა გაქვს ექიმებთან და ჩვეულებრივ სკანებთან შედარებით მაგალითად? კარგი, ესე რომ ჩვენ მიერ განხილული უმეტეს მდგომარეობაზე არ არსებობს ობიექტური რაოდენობრივი საზომები. ძირითადად ეს კეთდება სუბიექტური მეთოდებით, კითხვარებით და საუბრის საშუალებით. ხო ესეა. ჩვენ დას ვაკეთებთ. შიფრავთ ტვინის აქტივობას ჩვენი მოდელების გამოყენებით, რათა მივიღოთ რაოდენობრივად გაზომვადი მაჩვენებლები. და ჩვენი ყველაზე დიდი უპირატესობა არის მონაცემები. დღის ბოლოს ჩვენ შევქმნით ეს მოდელი, დეკარტი, რომელიც არის 6 მილიარდი პარამეტრის მქონე მოდელი. ჩვენ ვაგროვებთ მონაცემებს ლაბორატორიების ქსელიდან, რომელიც აზიაში, შეერთებულ შტატებსა და ისრაელში გვაქვს შექმნილი. ამ ლაბორატორიების გამოყენებით ჩვენ შევაგროვეთ მონაცემები 100,000-ზე მეტი ადამიანისგან და დღემდე გვაქვს 250,000 საათის ტვინის აქტივობის მონაცემები. და ეს არის ჩვენი მოდელის საფუძველი. ასევე მესმის, რომ თქვენ ცდილობთ FDA-ის დამტკიცების მიღებას. უკვე არის რაიმე სიახლე ამასთან დაკავშირებით? დიახ, ჩვენ რეალურად შევხვდით CDRH-ის ხელმძღვანელებს. ეს არის FDA-ის სამედიცინო მოწყობილობების განყოფილება. ჩვენ პირადად შევხვდით მათ, ჩავატარეთ ცოცხალი დემონსტრაცია და წარუადგინეთ ჩვენი ტექნოლოგია. ეხლა მათთან ოფიციალური წერილობითი კომუნიკაცია გვაქვს და ვემზადებით, რომ ჩვენი პირველი პროდუქტის განაცხადი მომავალ წელს შევიდანოთ. მნიშვნელოვანია აღნიშნოთ, რომ ესენი სადამკვირვებელ პროდუქტებია. ისინი ადამიანის ხელში ჩარევას არ ახდენენ. მას მეორე კლასს უწოდებენ. და ეს არის პროგრამული უზრუნველყოფა ან ხელოვნური ინტელექტი, როგორც სამედიცინო მოწყობილობა. ასე რომ, ეს არ არის ის ტიპის რეგულაციური პროცესი, რაც საჭიროა მაგალითად თუ თქვენ ავითარებთ წამალს ან ქირურგიულ ჩარევას, რომელიც რეალურად მოქმედებს სხეულზე. ეს უბრალოდ ზომავს სხეულს და ვერანაირად ვერ ავნებს მას. მაგრამ ნება მომეცი კითხო, რადგან შესაძლოა, როცა ეს პროცესი უფრო წინ წავა და ტვინის სკანირება შეიძლება გახდეს ისეთივე ჩვეულებრივი, როგორც სისხლის ანალიზი, ხო ასეა? ამაში საფრთხეც არის, შეიძლება გამოიყენო და ზუსტად გაიგო რა გაქვს. მაშინ როცა მანამდე შეიძლება არც კი იცოდი, რომ რამე გქონდა. თუ უსაფრთხოების ასპექტს გულისხმობთ, იცით, ჩვენი კომპანია იცავს კიბერუსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს და ტვინის მონაცემებს ვექცევით ისე, როგორც საჭიროა. ანუ, როგორც ძალიან პირად ინფორმაციას. ყველაფერი ანონიმიზებულია. ასე რომ, ამ ხრივ ძალიან უსაფრთხოა. და ბოლო კითხვა, თავად ჩაფხუტთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ გითხრათ? ფიქრობთ, რომ მომავალში მისი გამოყენება მხოლოდ მენტალურ მდგომარეობებზე არ შემოიფარგლება? ფიქრობთ, რომ თქვენი ტექნოლოგიით კიდევ სხვა რამ შეიძლება განვითარდეს? დიახ. დღის ბოლოს ჩვენ ვართ ღრმა სწავლისა და ხელოვნური ინტელექტის კომპანია, ხომ ასეა? და რასაც ვაკეთებთ და ვცდილობთ, არის ტვინის აქტივობის ზოგადად გაშიფრვა.
არა კონკრეტული გამოყენების შემთხვევებისთვის. პირველი რასაც ვეკიდებით არის twin-ის ჯამრთელობა. რადგან გვჯერა რომ ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ეს საკითხი. მაგრამ გვაქვს სხვა შესაძლებლობებიც, რომლებიც ჯერ არ წარმოგვიდგენია და გეგმავთ რომ ისინი გავამჟღავნოთ, როცა უფრო მომწიფდებიან. თქვენ ეხლა ხან მოიპოვეთ 52 მილიონი დოლარის დაფინანსების რაუნდი. ასე რომ გილოცავთ და მადლობას გიხდით რომ დღეს ჩემთან ერთად იყავით. გენერალური დირექტორი ჰაგაი ლალაზარი და ტექნიკური დირექტორი გიდი გილათფინი, დიდი მადლობა რომ ჩემთან ერთად იყავით. მადლობა, გლენ.